გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო ახალ მთვარეობაზე. მოგეხსენებათ, 18 იანვარს არის ახალ მთვარეობა თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში. მარგოს ჩემს კატას ყოველთვის მაშინ ენდება თამაში, როცა მე ვიდეოს ჩაწერას ვაპირებ. მოდი მარგო ბურთით ითამაშე. მაინც დაბრუნდება, ვიცი, ცოტა ხანი გაერთოს. დღეს მინდა ვეფასებო ჩემი ახალი ტარო, რომელიც გამოვიწერდა ჩამომივიდა ერთი კვირის წინ გავხსნა და მითი ვნახო ახალი მთვარეობის, ასე ვთქვათ, პროგნოზი. რას მოგვიტანს ახალი მთვარეობა ახლოსი 2 კვირის განმავლობაში. ულამაზესი ტაროს დასდაც ვეფასებო, ნახეთ დამეთანხმებით, რომ არის ულამაზეს ფერებში. კარგით. ცოტა საჩეხავ და შეგახსენებთ, რომ ახალი გადახდის სისტემა შევემუშავეთ, ტარო კონსულტაციის მსურველები ვინც ხართ, ძველი სტრუქტურა, რაც თქვენ იცით, მრავალი წლის განმავლობაში, ასე ვთქვათ, წარსულს ჩაბარდა და რა თქმა უნდა, ვიდეოს აღწერაში მივათითებ გადახდის ახალ მეთოდებს და ზოგადად ფასებს, იმიტომ რომ ხშირად შემოდის ამასთან დაკავშირებით კითხვები და ვიცი, რომ ზოგიერთ თქვენგანს ეს ძალიან გაინტერესებთ და არის მნიშვნელოვანი როგორც თქვენთვის, ასევე ჩემთვის. კარგით. ნახოთ თქვენ, ვინც აირჩიეთ ჩემი ვიდეო და თვალყურს ატევნებთ ზოგადად ჩემს არხს YouTube-ზე და TikTok-ში თქვენთვის. თქვენი სიგნიფიკატორი კარტი, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს კონკრეტული ვიდეო რეზონირებს თქვენთან. ვინ ხართ თქვენ დღეს? ახლა ვეფასებო. თქვენ იცით როგორ პოზიციაში ხართ დღეს, როდესაც მყარად გადაწყვიტეთ იმ შიშებს დაუსვათ წერტილი, რომელიც თქვენ გაწუხებდათ და შესაძლებელია დღესაც თავს გახსენებთ. რატომ? რადგან ეს თქვენ სტაგნაციას იწვევს, ეს იწვევს თქვენს, ასე ვთქვათ, გაჩერებას რაღაც საკითხებში და მოქმედებს თქვენს მენტალურ მდგომარეობაზე. ამიტომ თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება ახლა ამ მომენტში. ზოგისთვის შესაძლებელია ეს არის გამოჯანმრთელების პროცესი, დაუშვათ რაღაც მკურნალობის კურსს გადიოდით და გაუმჯობესდა თქვენი მდგომარეობა. საერთო ჯამში ყველასთვის არის სიგნიფიკატორი ასეთი, თქვენ გადაწყვეტილება მიიღეთ, რაც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. და ნახოთ, რას მოგიტანთ ახალ მთვარეობა 18 იანვრის თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში, ვისთანაც რეზონირდა ეს, ასე ვთქვათ, დღევანდელი თქვენი მდგომარეობა, ვისთანაც რეზონირდა, რაც აღწერე, ნახოთ თქვენთვის, რას მოგიტანთ ახალ მთვარეობა თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში. ასე ვთქვათ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება, რას ვტოვებთ წარსულში და რა მოდის ახალი. სხვათაშორის ბევრი წინადადება შემოგევათ, გექნებათ არჩევანი. ჯერჯერობით არჩევანი გაქვთ, ოღონდ თქვენ ვერ ამჩნევთ ჯერ რაიმე განსაკუთრებულს, აი ისეთს, რომ ღირდეს დაუშვათ მოქმედება. თქვენ ამ მომენტში ცდილობთ, რომ იყოთ დამკვირვებელი, არ აირჩიოთ. ესე იგი, ფინანსები მოდის, თქვენთან ძვირფასებო,
ანუ იმ პოზიციით, რომ თქვენ არ ჩქარობთ და თქვენ არ ირჩევთ იმას, რასაც გთავაზობენ, პირველად, რასაც გთავაზობენ, ასე ვთქვათ, თქვენ ირჩევთ პოზიციას დაკვირვების. ამიტომ აქედან გამომდინარე, ნელი ნაბიჯებით მოდიხართ წინ, თუმცა სტაბილურად და ვინც დაუშვათ სამსახურის ვისთანაც სამსახურის თემა, თქვენ იწყებთ, ასე ვთქვათ, ფულის გამომუშავებას, მუშაობა იქნება ეს თუ ბიზნესი თუ რა, სტაბილურად. თუმცა შეიძლება ამ გზისკენ თქვენ დიდ ხანს მიდიოდით, თქვენ ასე თვლით, რომ ეს საკმაოდ დიდი დროა. კარგით, რა მოაქვს თქვენთვის ამ ახალ მთვარეობას, რა იწყება ამით თქვენთვის? ცერხასება ნახეთ რა სილამაზეა, სურვილის ასრულება მოაქვს, რაღაც ოცნების ახდენა მოაქვს. ეს გეცნოთ ალბათ და მიხვდით უმრავლესობა თქვენგანმა, რომ ეს არის უმაღლესი არკანი ვარსკვლავი, ანუ აქ არის შობის ვარსკვლავი, შობის ვარსკვლავი საერთოდ მაცნია, არის მაუწყებელი იმის, რომ როგორც იყო აქამდე, ისე აღარ იქნება, მომავალში არაფერი შეიცვლება, იქნება უფრო მეტი ჰარმონია, უფრო მეტი სიყვარული, ზოგადი გაგებით, ასე ვთქვათ, და ნათელი მოუფინება. ეს არის ნათელის ბნელზე გამარჯვების დასაწყისი, ასე ვთქვათ. პოეტური ენით ვამბობ, მეტაფორულად, ძვირფასებო, რა თქმა უნდა, ყველასთან ეს შეეხება სხვადასხვა სიტუაციას. გააჩნია ვისთვის რა არის აქტუალური. ეს არის საჯარო ვიდეო და ამიტომ ესე ზოგადად განზოგადებით ვსაუბრობ. კარგით, კიდევ რა სიახლე მოდის თქვენთან? რა ჩვეულებრივი ნახატებია. ესე იგი, ეს არის კვერთხების პაჟი, ოღონდ ცოტა სხვაგვარი გამოსახულებით. ესე იგი, მოქმედების საშუალება მოგეცემა და ეს მოქმედება თქვენთვის იქნება მსუბუქი თამაში თითქოს. თითქოს ეს სპექტაკლებით, რაღაც თქვენ მოირგებთ როლს, რომელსაც სიამოვნებით ითამაშებთ, თუმცა კარგი გაგებით ვამბობ ძვირფასებო ამას, კარგი გაგებით და არავითარი ქვეტექსტით. ეს იქნება სასიამოვნო მოქმედება თქვენთვის და ნახოთ კონკრეტულად რას შეეხება ეს მოქმედება. საერთოდ აქ არის ფინანსები ძვირფასებო, ძირითადი თემა, ანუ სამი არკანი ამოვიღე, სამივე არის პენტაკლები და მათი რიცხვი იზრდება. ანუ რას ნიშნავს? შესაძლებელია თქვენ რაიმე დაკარგეთ, ან სამსახური, ან შესაძლებელია ვინმეს აქვს თქვენი ვალი, ან ფინანსური, ან ისე და დაუშვათ ცოტა გაჭიანურდა ამის დაბრუნება. აქ არის შემდეგ 9-იანი და 10-იანი. ეს ნიშნავს, რა შეივსება თქვენი ფინანსები, თქვენი საფულე, თქვენი ბიუჯეტი და ზოგადად, ვისთვისაც საუბრობთ არ არის ფინანსები აქტუალური, ზოგადად ის მდგომარეობა, რაშიც თქვენ სიცარიელეს გრძნობდით, ეს იქნება ჯიბე, ეს იქნება გული, ეს იქნება დაუშვათ რაღაც მეტალური მდგომარეობა, ის გაუმჯობესდება ძვირფასებო, გაუმჯობესდება და წავა თქვენ თვით შეფასება ამის ხარჯზე ზემოთ, უბრალოდ ზემოთ არა ამ პარტავნებისკენ, არამედ იმისკენ, რომ აი მე ეს გავაკეთე. მეს დავიმსახურე, შეიძლება ითქვას, ან მე მაქვს ის, რაც არის ჩემი. ესეთი რაღაცა. ეს არის დოვლათი, ეს არის ბარაკა, ეს არის გამთლიანება, ეს არის შევსება. ძალიან მიხარია ძვირფასებო და ამაზე დავასრულოთ, ამოვით ამზე. ნათელი მოეფინება თქვენს ცხოვრებაში იმ ბნელ კუნჭულებს და იმ ბნელ ადგილებს, რაშიც არის ბუნდოვანება ახლა და რაშიც არის გაურკვევლობა, გაირკვევა და მოგანიჭებთ სიხარულს, გისურვებთ წარმატებებს, როგორც ფინანსებში, ასევე პირად ცხოვრებაში.